დღეს დედაენის დღეა. ამ დღეს 36 წლის წინ საქართველოს მოსახლეობა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილება საქართველოში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ წინაღუდგა და მასობრივი გამოსვლა მოაწყო. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო საგანმანათლებლო პროექტის ჩემი დედაენას პრეზენტაცია გაიმართება. ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, სოლომონ ასლანიშვილის პირადი საარქივო მასალა და შავი ხელნაწერები. მსურველებმა უნიკალური ხელნაწერების სანახავად საჭიროა რეგისტრაცია გაიარონ. გამოფენა 17 საათზე დაიწყება და თითქმის 1 კვირა გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, სოლომონ ასლანიშვილის ბავრელის პირადი საარქივო მასალა, შავი ნაწერები დედაენის, ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, დედაენის სტამბური კლიშეები, ანუ შეიძლება ნახოს ის დეტალები, როგორი წყვალების თუ 1000 გათენებული ღამის შედეგია სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენ ვამაყობ.